უყურე. ჩვენ ვთქვით რომ სავალ ნაწილს თუ ყოფს შუაზე ღერძულა ხაზი, ის იქნება უწყვეტი ღერძულა ხაზი ან წყვეტილი ღერძულა ხაზი, თეთრი საღებავი დახაზული. წყვეტილს უკვეთავთო მობრუნების ან გასტრების მიზნითო. ხო? და უწყვეტ ღერძულა ხაზს ვერ უკვეთავთ, იმიტომ რომ ეს არის კედელი. ერთი ვარიანტი. ეხლა თბილისი-ბათუმის გზის მონაკვეთს, რომელსაც აქვს მაგალითად დავუშვათ 3 ერთი მიმართულება, შუაში აქ ხედავ მიწა ჩაყრილი და აი აქედან მივდივართ ბათუმში, იქიდან მოვდივარ თბილისში. ამ მონაკვეთს აქვს ორი სავალი ნაწილი. აი, ერთი აქამდე, მეორე აქამდე. ანუ ბალახიდან ბალახამდე, ბალახამდე. და მთლიანად ამას აქვს 1, 2, 3, 4, 5, 6 სამოძრაო ზოლი. ანუ რამდენი მანქანაც ეტევა, იმდენი სამოძრაო ზოლი. 3 აქედან, 3 იქიდან. ესმის? აი ჩემო კარტო. და აი ეს შუაში, სადაც ბალახი და კონსტრუქცია რკინა ბეტონის, ამას ქვია გამყოფი ზოლი. აღარ შევეშლება. გამყოფი ზოლი რა არის და ღერძულა ხაზი რა. გავიგეთ? კი. ძალიან კარგი.